პირდაპირ ეთერში დავით სად მოხდა კონკრეტულად თვითმფრინავის ჩამოგდება არის თუ არა ინფორმაცია ცნობილი. ირაკლი ეს არის ერთ-ერთი რუსული ბომბდამშენი, რომელიც კონფლიქტურ რეგიონს ბომბავდა. შაუჩინი ის პილოტი, რომლის კადრები ჩვენ წინა გამოშვებებში შემოგთავაზეთ, მხოლოდ მეორე მოასწრო კატაპულტირება, სპორტი მოხდა სოფელ ერთმანეთთან, ფინავი ჩავარდა ერთ-ერთი სახლის ეზოში, თუმცა თანამედროვე მაცხოვრებლებიდან ეს შედეგად არავინ არ შეხვდა. აფეთქდა დაიწყო ფეთქება და რა ვიცი დავწექი ჭის ქვეშ და დამთავრდა ყველაფერი ერთი-ორ წამში. ესეთი რაღაცა გვალი ნაწილები ყრია ორი. და ყრია და ცეცხლია კიდე იმასა და გადავჭი რა. თვითმფრინავი წამოვიდა რუსებისგან. ჩვენ ბიჭებს უნათვალე ჯიგარში. აი ხელებს უნათვალე რომ დაადეს და თვითმფრინავს რომ მოხვდა. დაბზიარდა. იარა და დაეცა ჩვენ ტერიტორიაზე. აი იმათი ნაფრეთები. რუსებსა და მარტო რუსებს კი არა. დაეჭირებათ ვინც აქ შემოვლი. საინტერესოა თვითმფრინავის აფეთქების შედეგად გადარჩენილი შავი ხუთი ხელმძღვანელობა უკვე წაიღეს ეს შავი ხუთი და დეტალები ალბათ რამდენიმე დღეში გახდება. ანუ ამ შავ ხუთში არის განაწერები ლობი შემოფრინდა ეს თვითმფრინავი და როგორ ახორციელებდა ის საქართველოს ტერიტორიის და კონფლიქტური რეგიონის დაბომბვას ამ თვითმფრინავმა ვერ მოასწრო ესეთი ბომბის ჩამოგდება, რომელიც ამ დრომდე არის დაუფეთქებელი, არის სოფელ ერგნესთან ახლოს, თუმცა ის ადგილი აქ იმ ადგილს იცავენ ქართული სამართალდამცავები და ასე რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ იმყოფება საფრთხეში ამ მხრივ. დიდი მადლობა დავით კაკულია საუბრობდა პირდაპირ ეთერში ნახევარი საათის წინ რუსულმა ბომბდამშენებებმა ჭურვები ჩამოყარეს სონში სატელეფონო ხაზზე რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი დავით გაგოშიძე რამდენიმე წუთში ჩაგვერთვება ბატონი დავითი ამ წუთებში სატელეფონო ხაზია. ბატონო დავით, რა ხდება ამ წუთისათვის რეგიონში, როგორი ვითარება ზარ არის? დღის მეორე ნახევარში შემოფრინდა ორი თვითმფრინავი, ჩამოყარეს 6 ჭურვი. საბედნიეროდ ეს ჭურვები დასახლებულ პუნქტებში არ ჩამოვარდა, ძირითადად იყო ტყის მასივებში ეს ჭურვები ჩამოვარდნილი და ასევე სათიბებში.